მოგესალმებით მეგობრებო და დღეს ვნახავ სუპერმენის teaser trailers, რომელიც ერთხელ უკვე ვნახე მანამდე. ახლა მეორედ ვნახავ, უფრო დეტალურად დავაკვირდები და რაღაც ვარაუდებს თქვენთან ერთად გამოვთქვამ. და გეტყვით ინფორმაციასაც მოგაწოდებთ, ვისაც რაღაცა გაკლიათ და არ იცით, რამეც მაკლია ბევრი რაღაცა ზოგადად ამის ტრეილერისშიც და ისეც, მაგრამ მოკლედ ეს ვისაც ჰენრი კავილი გეგონათ მსახიობი ისევ და რაღაცა სისულელები არა მსახიობი შეცვლილია თან ფორმატი შეცვლილია თუ დააკვირდებით აგერა წითელი რაღაცა აქ აცვია აქ ანუ აი აქ და კიდევ გლურჯი და სუპერმენია რა მოკლედ და დიდი სისწრაფით დაეცა როგორც ხედავთ და სისხლიანია სუპერმენი სისხლიანი არის იშვიათად აი ეს კადრი სუპერმენი და სისხლები. ესე იგი ნიშნავს რომ რაღაცა განსაკუთრებული მოხდა და რა მოხდა ასეთი განსაკუთრებული, ასეთი დამაინტრიგებელი? არ ვიცი. გავაგრძელოთ ერთით. ანუ კი ნახი მოქვს მე ეს, მაგრამ აი დეტალურად რომ მოკვირდები უკვე რაღაცები აღარ ვიცი. გავაგრძელოთ, აბა. და ძალიან ცუდად სუნთქავს. ესეც ვაღიაროთ. აი კლარკ კენტი. მომწონს. Daily Planet. სისხლიც კი დაიქცა ქვემოთ და გადმოდის კიდეც. Lois Lane, კარგი Lois Lane ეს თქვი კიდეც პირველ ჯერზე, ნუ არა უშავს რა, კარგია. მე ფიქრში ვთქვი, და ახლა მართლა ვთქვი. Daily Planet, Signated Interface, Clark Kent, Lois Lane და რაღაცა უფრო სუპერმენული გარემო უკვე უფრო ყალიბდება. ანუ გულისხმობს სუპერმენის კომიქსების ატმოსფერო რა. ეს ვინც არის Guardians of the Galaxy, ანუ გალაქტიკის მცველების ტრილოგია, მაგისი რეჟისორი ვინც იყო, ის რეჟისორი არის ამ ფილმის რეჟისორიც. და მაგიტომაც წერია მაგ რეჟისორისგანო, მაგისი შექმნელი სერიალის ჯადება რეჟისორისგანო. ამ ზაფხულში უნდა ველოდოთ ამას. ნახოთ. თქვენ ვერც წარმოვიდგენთ ახლა რა მოხდება. დიახ, კრიპტო. ეს იყო და ეს არის ყველაზე მაგარი როგორც კონკრეტულად სცენა და როგორც ზოგადად სიახლე ამ ფილმისთვის. ეს არის ეპიკური. ეს არის ჰაიპის თავარი მიზეზი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ძალიან მაგარი რაღაც. კრიპტო ვინც არიცით ახლა რა ვინატურა? კრიპტო რა ვინც არიცით? თქვენ არ ხართ. თუ იმე DC-ის ფანი ხართ, არ ხართ. თუ არ ხართ, მაგრამ მოკლედ ცუდია უნდა იცოდეთ. ნახეთ. Home. Take me home.
სახლში წამიყვანე, აუ რა მაგარი სცენა, ძალიან. ესეც აი, ისიც კი წინაებიც კარგი სცენებია და განსაკუთრებით ეს რაღაცა ტალახში ამოსვლილი სუპერმენი, რომლებსაც რაღაცებს ესვრიან და ეს წარბსაც არ იხრის და შედის შენობაში, სადაც თავის ნერვებს თოკავს. და მოკლედ რა, ალბათ ჩვენ გვექნება საქმე გამოვლინებასთან იმისა, თუ სუპერმენი როგორ ებრძვის ამ განდეგილებას, რომელიც ახლა კონკრეტულ მომენტში გამოჩნდა. ეს ის განდეგილებაა რა, რაღაც ბრბო რომ უაზროდ ამოიჩემებს ხოლმე. და საინტერესო იქნება ახლა ეს ასპექტიც. კი, ნახოთ. აი გამოჩნდნენ ჩვენი გმირებიც, გაი გარდნერი, მწვანე შუქურა. და იქით უკან ზანგი ტიპი არის, მაგის სახელი კი დამავიწყდა, მაგრამ ვიცი რა ეგ სუპერგმირი და ესეც ვიცი. აი ეგ ურჩხული ნახდად არ ვიცი. ისიც უკან ფონზე რა არის ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეგენი არის საინტერესო, რომ ჩნდება არ იცი. დრაები ან რაც ჩნდება იცი, მაგრამ არ იცი, როგორაა კავშირში ერთმანეთთან. და საინტერესოა ეგ. აი თუნდაც ეგ კი არა, მაგრამ ვა, ერთი წუთით აი აქეთ. ეს ლექს ლუთორი, ხო? თუ არა, თუ ეგა, ხო? ჯანდაბა ერთი წუთით. ეს ლექს ლუთორი. აი ეს არის პიკი. მაგარი სცენა. აი ამ ზანგ ტიპზე ვამბობდი, ხო? და მოკლედ ახლა ბევრს არ შეგაწუხებთ და დაპაუზებებით აღარ შეგაწუხებთ და აი აქ სუპერმენის და ლოისის ერთად ყოფნის სცენა და მე გაფრენა და ეს ყველაფერი არის და ზოგადად რაც გამოჩნდა მთელი ეს კადრი ძალიან კარგადაა მაგ ყველაფრით წარმოჩენილი სუპერმენის ბრჭყალებში ატმოსფერო და როგორი აი კომიქსებიდან როგორი უნდა იყოს სუპერმენი. DC Studios ეს სხვათა შორის პირველად ვისთან ერთადაც ვნახე იმან თქვა რომ რა მაგარი ლოგოა როგორ რა მაგარად შეცვალესო და რაღაცა ეს ახლა დავაკვირდი დეტალურად ამ ლოგოს და მომწონს მეც კარგი ლოგო რაღაც ძველი დააბრუნეს წესით მგონი ძველი ლოგო იყო ასეთი ჰქონდათ წინის წინა ლოგო იყო მგონი და ან ეგ დააბრუნეს და ან ეგ ცოტა შეცვალეს და ეგ ისე დააბრუნეს. მომწონს ეს ლოგოც. კარგია. და როგორც გავიგე, იმავე ჩემი მეგობრისგან რომელთან ერთადაც უყურე, არის DCU, ანუ DCU, ახალი უნივერსი შეიქმნა, წინა დაიხურა DC-ში. ვინც არიცით. დაიხურა თუ რაღაცა მოუხდა და ეს ახალი შეიქმნა, რომელშიც კომანდოს ახალი ანიმაციური პროექტია, რომელიც ახლა გამოდის ეს სუპერმენი და კიდევ მომავლის რამდენი საღა ფილმები და სერიალები შევა და ანიმაციები. შევა. და ახალი სამყარო შეიქმნა რა, ასე რომ ვთქვათ. ჯეიმს განის თქმა ეს ყველაფერი. და ჯეიმს განმა როგორც თქვა,
co-CEO არ მე DC-საო. და მე და ვიღაცა პიტერი თუ ვიღაცა ახსენა მე და მან შევიმუშავეთ ეს იდეა და მოვიწვიეთ მწერლები, რომლებმაც გავწერეთ მთელი ეს რამდენიმე პროექტი, რომელიც ამ სამყაროში ჩატარდებაო და ესაა ერთ-ერთი. და კიდევ მომავალი რამდენიმე და ეს ახლა რასაც უყურეს ტრეილერი ძალიან კარგია. ძალიან კარგია, მე არ ველოდებოდი ამას საერთოდ. და არც ჰაიპი არაფერი საერთოდ არაფერი არ მქონდა და რომ ვუყურე ამას ახლა ყველაფერი მომივიდა და მომწონს ერთი სიტყვით ეს things you missed მოდი ეს არ გვინდა ახლა 17 წუთი კიდევ აქ დავეყუდოთ და რაც ნახეთ გვეყო სულ ეგ იყო ერთი სიტყვით არა სამი სიტყვა იქ და დაგემშვიდობებით ახლა მე მომავალში მოვიფიქრებ თუ რამეა რაც შეიძლება განვიხილოთ ოღონდ აი ასეთ ფორმატში რა ტრეილერი ან მსგავსი რომ განვიხილოთ არაა პრობლემა შეგვიძლია და ასეთ ფონზე დაგემშვიდობებით და ვინც DC-ის ფანები იყავით აგერ უკვე იმედი ამოდის თან სუპერმენის ფილმია ეს თან სუპერმენთან ერთად ანუ როგორც იმედთან ეს იმედი ამოდის ანუ ხვდებით რომ ეთი რაღაცაა და ამ მაგ სუპერმენის ტრეილერს მე შევაფასებ 10-დან 9-ს დავუწერ. ხო. დაგემშვიდობებით ახლა ბედნიერად და იმედი მაქვს შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. აბა, კარგად.